აი ეშმაკის ტიტულები ბიბლიაში. პირველი ყველაზე ცნობილი და რაც ვთქვით, ეს სატანა და ეს ებრაული სიტყვა არის და მოწინააღმდეგეს ნიშნავს. და დაცემული ანგელოზის კონტექსტში ეს ნიშნავს ღმერთის მოწინააღმდეგეს. ადამიანის მიმართაც არის გამოყენებული, მაგალითად იობის წიგნში, როდესაც იობი ეუბნება ღმერთს, რომ შენ გახდი ჩემი მოწინააღმდეგე, ზუსტად ამ სიტყვას იყენებს. მაგრამ ის არ გულისხმობს, რომ ღმერთი სატანაა. უბრალოდ ეს სიტყვა გამოყენებულია სხვადასხვა კონტექსტში. მაგალითად, როდესაც პეტრე მისი ცნობილი, ასე ვთქვათ, აღიარების მერე, რომ შენ ხარ ძე ცოცხალი ღვთის ეუბნება ქრისტეს, ცოტა შემდეგ იგივე დიალოგში ეუბნება, რომ ნუ წახვალ, ნუ მოკვდები ჯვარზე და ამ დროს ეუბნება ქრისტე გამცილდი სატანა. ანუ მოწინააღმდეგევ. ის არ ეუბნება მას, რომ შენ ეშმაკი ხარ, ის ეუბნება, რომ მოწინააღმდეგე ხარ. ისეთი ტექსტია, რომ დღესაც დაობენ რას გულისხმობდა. გულისხმობდა თუ არა, რომ ბოროტის პოზიციიდან ლაპარაკობდა, თუ უბრალოდ მოწინააღმდეგე იყო.